ამ წუთებში ნიკა გვარამია აქციების დროს დაშავებულ მოქალაქეებს ხვდება საუბარია დემონსტრანტებზე, რომლებსაც ჯანმრთელობა დაუზიანდათ, ბევრის შემთხვევაში ამ დრომდე გამოუსწორებლადაც. იზივე კუა ამ შეხვედრის დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. დიახუკა, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო კოალიციად ცვლილებისთვის ოფისში შეხვედრა, სადაც ნიკა გვარამია ამჯერად შეხვდება იმ მოქალაქეებს, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბრის აქციების შემდეგ დაშავდნენ და მათ აქვს გარკვეული ტიპის სიმპტომები. ეს ადამიანები თავიანთი ისტორიების შესახებ მოუყვებიან ნიკა გვარამიას და ეტყვიან თუ რა გადახდათ მათ თავს მას შემდეგ, რაც ისინი უბრალოდ იდგნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს საკითხი გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც BBC-ს საგამოძიებო ფილმი ვიხილეთ და მოქალაქეები ამ პერიოდის შემდეგ აქტიურ რეჟიმში საუბრობენ სწორედ იმ სიმპტომებთან დაკავშირებით, რაც მათ ახლაც კი აქვთ ამ წლების შემდეგ და ამ ინფორმაციას მიაწვდიან ნიკა გვარამიას და ასევე ისინი ისაუბრებენ თუ როგორ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტი ინფორმირება დასავლელი პარტნიორებისთვის ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ისინი კვლავ მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას, რადგან თვლიან, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა ძალიან დიდი დანაშაული და საერთოდ არ დაინდო ის მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში სწორედ მათი პოლიტიკის გასაპროტესტებლად იდგნენ. გამარჯობა დანაშაულთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეს ადამიანები განკურნებულები არ არიან, ვინაიდან დღემდე ხელისუფლება არ ამხელს რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, შესაბამისად მისი ნეიტრალიზება ვერ ხერხდება, მათი მკურნალობა რეალურად არის ბრძოლა სიმპტომებთან და არა მიზეზთან და კვლავ ვიმეორებ, რომ ეს განგრძობადი დანაშაულია არ მხოლოდ მაშინ იქნა ჩადენილი, არამედ დღემდე გრძელდება ეს დანაშაული, იმიტომ რომ უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც ვალდებულია ხელისუფლება და მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო რომ გამოიკვლიოს, ეს უბრალოდ ჩვენთვის ხელმიუწვდომელი ინფორმაცია. კომუნიკაცია გქონდა მოსკოვის მექანიზმთან, ეგრეთ წოდებულთან, რომელიც ამ საკითხსაც შეისწავლის და დარწმუნებული ვართ, რომ პასუხისმგებლობა დადგება უფრო მალე, ვიდრე გვიან. ყველა გონია ქართულ ოცნებას, რომ დიდი დრო დარჩა ამ პასუხისმგებლობის დადგომა. გამოცხადებული ჰქონდა კითხვარი და მოგმართა არაერთმა ადამიანმა, 80-ზე მეტი ადამიანია ასეთი. დღეს მათი უდიდესი ნაწილი იქნება წარმოდგენილი და ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შედეგად ჩვენ გავაცნობთ ჩვენ სტრატეგიას, სამართლებრივ პოლიტიკურ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საქმის გაგრძელება და აქამდე რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს საქმე იყოს საერთაშორისო სტრუქტურებამდე მისული. ასევე დღეს ვიმსჯელებთ ქვეყნის შიგნით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე და დავიწყებთ უკვე ქმედით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ქიმიური მოწამვლის ფაქტი და ზოგადად აი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა. ფაქტიურად მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა პარტიული ხაზები მოშალა. ერთადერთი, ვინც რეალობას არის გაქცეული, ეს არის ქართული ოცნება და ესეთი შეხვედრები აუცილებელი არის, რათა მოხდეს დადგენა თუ რა ნივთიერებებით გვწამლავდნენ. ჩემი მდგომარეობა არის რთული, განმევითარდა მარჯვენა მხარეს სრული სიყრუე, ვესტიბულარული აპარატი ფაქტიურად არ მაქვს, წყალმანკმა გაგლიჯა და მიჭირს მოძრაობა, შეგუება გარესამყაროსთან და გავიარე ჯოჯოხეთი, რომ ფეხზე გამევლო. ჭავლის მანქანეს თვალის დამაბრმავებელი რაღაც განსაკუთრებული სიმკვეთრის შოქი დაფიქსირდა და ამას მოყვა შემდეგ წარმოუდგენელი სიძლიერის წყლის ჭავლი, რომელიც მოხვდა ყურის მიდამოებში, დავკარგე გონება. იმ დღიდან უკვე გამირთულდა მხედველობა, დამეწყო სხვიდან სისხლდენები, დენა, თავის ტკივილები, დიაბეტი მაქვს სამწუხაროდ და კიდევ უფრო გამირთულდა ეს მდგომარეობა, რამდენჯერმე მიმართა სტაციონარს. ეს სიმპტომები დღემდე გრძელდება. კოალიციად ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია მას შემდეგ, რაც მან დატოვა რუსთავის ნომერ 18 პენიტენციური დაწესებულება, აქტიურ რეჟიმში ხვდება სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლებს. ის გასულ კვირასაც შეხვდა პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს და ამბობს, რომ განაგრძობს მათთან შეხვედრას და ისაუბრებს ქართული ოცნების პოლიტიკაზე და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა იბრძოლონ მათ.